ახლა ჩვენ ნინო კალანდაძე შემოგვერთება ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი, მინდა რომ ვისაუბროთ ევროინტეგრაციის პროცესის ამ ძალიან გართულებულ დასრულებულ ევროინტეგრაციის პროცესზე. ახლა მომავალში თუ ეს შემოტრიალდება, ეს სხვა თემა არის და ამას პოლიტიკურ ცვლილება დაჭირდება ქვეყნის შიგნით. ნინო კალანდაძეს მივესალმებ, დილამშვიდობის. ძიმეს შეფასებები მოვისმინეთ გუშინ. უნდა ვაღიარო რომ აი ჩვენ ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი გუშინ იყო ძალიან ცუდ ხასიათზე და ძალიან დამძიმებული ამ მე არა, იმიტომ რომ მე მგონია რომ ეს უბრალოდ საბოლოო შედეგი არის იმისა. უბედურებები მანამდე მოხდა ამ ქვეყანაში. ახლა ევროკომისიის დასკვნაში რა ეწერება, მომავალში ჩვენ შენი შესაძლებელი ისე. ეს არ არის მთავარი უბედურება ნამდვილად ევროკომისიის დასკვნაში. ის უბედურებები რაც შიგნით არის აღწერილი ჩვენ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ეს უბრალოდ შეჯამება არის ერთგვარი. თუმცა თავისთავად ეს ნიშნავს რომ დასრულებული არის ეს პროცესი, შევეგუოთ ამ ფაქტს, დავინახოთ ეს ფაქტი და შემდგომ რაღაცა პოლიტიკური ცვლილება თუ მოხდება, შემოტრიალდება, ხო? როგორ ფიქრობთ, თავისთავად არის თუ არა ეს სიგნალი რაღაცა საზოგადოების ფენებისათვის, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში? დილამშვიდობის ირაკლი, სრულად გეთანხმები იმაში, რომ ეს შეფასება არის ამსახველი ფორმულირებები იმისა, რამაც გამოიწვია ეს შეფასება. ანუ რაც ხდება ქვეყანაში. შეფასება თავისთავად ასოცირების პროცესში ქვეყნები თავისთავად კრიტიკულად ფასდებიან, ამიტომაც არის ასოცირების პროცესი და ამიტომაც არის რომ აქ რაღაც უკავშირია, რა შეიძლება უკეთ გაკეთდეს, რაც შეიძლება ევროკავშირი დაგეხმაროს იმისთვის, რომ ჰარმონიზაციის პროცესი უფრო წარმატებულად მიმდინარეობდეს და ბუნებრივია, რომ რაღაც ფორმით ეს ანგარიშები ასე თუ ისე ყოველთვის კრიტიკული იყო. უბრალოდ ეს ანგარიში განსხვავდებოდა ყველა წინა ანგარიშისგან იმით, რომ ახლა პირდაპირ გაფორმდა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა რეალურად აღარ არის კანდიდატის სტატუსის მქონე. ანუ ეს არის ქვეყანა, რომელიც ასოცირების პროცესს ჩამოშორდა, ასოცირების პროცესში არსებული სხვა სახელმწიფოების მიმართაც გამოითქვა კრიტიკა, მაგრამ იქ არის თანამშრომლობის რეჟიმი დაფიქსირდა და აშკარაა, რომ მათ წარმატების პერსპექტივა ექნებათ, განსხვავებით საქართველოსგან. ეს აუზი გაფართოებულია, რამდენიმე ქვეყანა კიდევ დაემატა ამ გეოპოლიტიკური სურათის მიღმა, ხოლო საქართველოს ფორმალურადაც გადაინაცვლა უკვე იმ კალათაში, რომელიც ევროკავშირთან სტრატეგიულ თანამშრომლობას აღარ აწარმოებს, შესაბამისად საქართველოს საგარეო ურთიერთობები ფუნდამენტურად შეიცვლება უახლოეს მომავალში. ეს ითქვა ამ ანგარიში, იმიტომ რომ ეს ანგარიში არის ფორმალური საფუძველი დედაქალაქებისთვის სახელმწიფო პოლიტიკის შესამუშავებლად, საგარეო პოლიტიკის შესამუშავებლად. ამას შეაჯამა შეიძლება ითქვას ბოლო ერთ წლის ამბები, ხო? წელიწად ნახევრის ამბები. ამას შეაჯამა ივანიშვილის რეჟიმის ქმედებები, საფუძველი და მიზნები. რეალურად ეს არის, ანუ ამ ანგარიშით ითქვა, რომ ივანიშვილი არის ძალაუფლების უზურპატორი, რომელსაც ევროპაში არაფერი ესაქმება. ეს ითქვა ამ დასკვნით. ხო, და უნდა ვაღიაროთ, რომ ახლა მოსალოდნელიც იყო ოცნებისათვის ეს და ძალიანაც გონი კმაყოფილები არიან იმით, რაც ითქვა იქ. ახლა შეიძლება მათ ერჩივნოთ ზოგადად, რომ ამას აკეთებდნენ და თან ამას ვერავინ ვერ ხედავდეს, მაგრამ ამასაც შეგუებულები არიან, რომ ეს ნაწილი დასრულებული არის საერთოდ. ევროკავშირთან ურთიერთობის ნაწილი შეგუებულები არიან იმასაც, რომ ვიზონ მოსვლას აკარგავს ეს ქვეყანა, პოლიტიკურად ამისთვის ამზადებენ საკუთარ თამამრჩეველს, რამდენად არის მზად მეორებთ ამ ყველაფრისათვის. ივანიშვილის რეჟიმი მზად არის, იმიტომ რომ მათ ეს პოლიტიკა აწარმოეს. ანუ დასკვნა გამოძახილია იმისი, რა პოლიტიკაც მათ მიზანმიმართულად აწარმოეს. უკმაყოფილება შეიძლება მართლაც იმ ნაწილში აღინიშნებოდეს, როცა თუ თქვა ჩვენ ვიფიქრებთ, აი რა ორმაგი პოლიტიკასაც ისინი თქვა 2022 წლამდე აწარმოებდნენ, ხო? აი თან ჩვენ ავტორიტარებს გავამყარებთ, მაგრამ თან დემოკრატებს ვითამაშებთ და ვითომ პროევროპელებიც ვართ. 2022 წლის შემდეგ მაგ ძალიან მკაცრი ინსტრუქცია აქვთ მიღებული, რომ ეს ნიღაბი უნდა ჩამოიხსნან, გადადონ და დასავლეთს უთხრან, რომ თქვენ აქ ახლა ვეღარ შემოხვალთ და თქვენ აქ ვეღარ შემოხვალთ. ისე კი არა, რომ ჩვენ პოლიტიკა შევცვლით, არამედ ჩვენ აქ ხალხს დავხოცავთ, დემოკრატიას ფეხებით გავთელავთ, სასამართლოს თავდაყირა დავაყენებთ და ამით გეტყვით, რომ შენ აქ ფეხს ვერ შემოდგავ და საქართველოს შენ წიაღში არაფერი ესაქმება. ამიტომ მზათაც იყვნენ და მათი პროპაგანდისტული ნიადაგი ამ მიზნებს ემსახურებოდა, მზადდებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში და მთელი ეს რაღაც მახინჯი საბჭოთა რიტორიკა, რომ საქართველოს ეს მართლაც საბჭოთა
პროპაგანდაა, რასაც საქართველოში იყენებენ ბოლო წლების განმავლობაში. აი საბჭოთა კავშირი ამბობდა, რომ დიდ იმპერიას, ბოროტ იმპერიას უნდა ჩვენ რაღაც ომისმიერი და ძალისმიერი გზებით დაგვიპყროს და ჩვენ ვიცავთ ჩვენ პატარა სახელმწიფოებს, რომლებიც დაპყრობილი ყავდა და იმათ მშვიდობას იცავდა თურმე ბოროტი დასავლეთისგან, რომელიც ვითარდებოდა, წინავდა და ჩვენ ჩაკეტილ სივრცეში წერტ არ ვიცოდით გარეთ რა ხდებოდა. ზუსტად იგივე საკეთებენ ესენი, ქმნიან რაღაც კოლბას იმისთვის, რომ თავისი კრიმინალური სინდიკატი შეინარჩუნონ და თავისი კრიმინალური ქმედებები შეინარჩუნონ, რასაკვირველია რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ. მეორე მხარე რამდენად იყო მზად ამოდროულად, აი ამ მომენტისათვის, ხო, ეს მომენტი არის, მომენტუმია, შეფასებას მოითხოვს, ხო, რაღაცნაირად. მეორე მხარეში გულისხმობ თელ ოპოზიციურ ინფრასტრუქტურას. მეორე მხარეც ჩემი აზრით მზად უნდა ყოფილიყო ამ შეფასებისთვის, იმიტომ რომ არაფერი განსაკუთრებული აქ არ თქმულა, არაფერი ახალი აქ არ თქმულა და ისიც მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რომ უსასრულოდ დასავლეთი თვალს არ დახვიჭავს იმაზე აქ რა პროცესებიც მიზის. ეხლა კონკრეტულად ოპოზიციაზე თუ ვისაუბრებ, მე არ ვიცი რამდენად ოპოზიცია საერთოდ რელევანტური ტერმინია ამ ვითარებაში, ხო, იმიტომ რომ ოპოზიცია ამ ვითარებაში არის ერთი დიდი სამოქალაქო ფრონტი, პოლიტიკური პარტიები, როგორც ასეთი არ არის, ერთი, იმიტომ რომ ივანიშვილმა გააუქმა პოლიტიკური პროცესი ბევრი წლის წინ და არა მხოლოდ პარტიების აკრძალვის გზით და მეორე, იმიტომ რომ ოპოზიციურ პარტიებმა და ცალკეულმა ლიდერებმა თავისი დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ დასავლეთს მათ მიმართ განსაკუთრებული ნდობა არ აქვს. ახლა ივანიშვილმა მოინდომა, რომ ალტერნატივა ველიდან მოეხსნა და მთელი ამ წლების განმავლობაში თავს ინარჩუნებდა წყალზე, სწორედ იმიტომ, რომ ალტერნატივა არ არსებობდა, თორე ყველა ხედავდა, რომ ის ცუდია, მაგრამ ოპოზიცია ცალკეული, მოკლედ დღეს არსებული ველზე მყოფი პოლიტიკური მოთამაშეები არიან ტოტალურად დისკრედიტებული მათ შორის დასავლეთის თვალში. ანუ ისინი აქ როგორც ალტერნატიულ მოსაუბრეს იმ მოთამაშეებს ვერ ხედავენ, რომლებიც დღეში 10-ჯერ ცვლიან პოზიციას, რომელიც არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ სხვანაირად ლაპარაკობენ, რაღაც სამ საკითხზე ვერ ახერხებენ გაერთიანებას, ვერ კი არა, არ ახერხებენ გაერთიანებას, მოკლედ მათ მიმართ ნდობა არ არსებობს. არც ნდობა არ არსებობს და არც მათთან საუბრის мотиваცია არ არსებობს, იმიტომ რომ ისინი არც ისინი სარგებლობენ გაცილებით ბევრად მეტი ლეგიტიმაციით, ვიდრე სარგებლობს ოცნება დღეს. ამიტომ, ეს არის პრობლემა, ხოლო აი ამ სახალხო მოძრაობას, რომელიც რაღაც აი ამ დემოკრატიულ ფრონტს ინარჩუნებს, იმას რეალური წარმომადგენლობა არ ყავს და ეს ერთგვარად ჩიხური ვითარებაა, მაგრამ რასაკვირველია გამოძახილია იმ პროცესის, რაც არის მიტაცებული სახელმწიფო. ივანიშვილმა მიიტაცა სახელმწიფო, მიტაცებულ სახელმწიფოში ყველა ინსტიტუტი, ფორმალური თუ არაფორმალური, არის აი ამ თამაშის წესების დაქვემდებარებაში და ამიტომ ბუნებრივი სურათია ეს. აპოკალიფტური სურათი არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ივანიშვილიც უსასრულოდ ვერ იქნება, მისი წამზომიც ჩართულია, მასაც დაუდგება ის დღე, როდესაც რუსეთი აუცილებლად დასუსტების მიმართულებით წავა, იმიტომ რომ ამისკენ მიმართულია ახლა დასავლური კონსოლიდირებული ძალისხმევა საბედნიეროდ, უბრალოდ რა თქმა უნდა იმ ხალხის წამზომი უფროა ჩართული, ვიდრე ვინც ახლა ქუჩაში დგას და ივანიშვილს ამ გრძელი ხელი აქვს, ძალაუფლება და ფული აქვს ერთად. ხო, მთელი ძალა, ხო, ყველაფერი ძალაც და იარაღიც და ფულიც და ყველაფერი მის ხელშია, ხო? რაღაც მოსმენებით და ანგარიშებზე წვდომები და ყველაფერი. ამიტომ ის ამ ვითარებაში ახლა ძალთა ბალანსი გაცილებით, ანუ დისბალანსია ძალთა ამოცემულობაში, მაგრამ ეს დემოკრატიული ძალა რაღაცნაირად თუ მოახერხებს რომ გადარჩეს და მოახერხებს ახლა სულ ყველას ვერ გააქრობს სულ რომ მართლა ყველა განდევნოს ის განდევნილებიც ხო არ დაიხოცებიან ხო რაღაც მომენტში აი იმის მიმართ მაინც პოზიტიურად ვარ მე განწყობილი რომ აქ ახლა როგორც არ უნდა დაზიანდეს სახელმწიფო ინტერესები ეს ძალიან სწრაფად აღდგენადია მას შემდეგ რაც აი ეს დემოკრატიული ძალა რაღაც ახალ პოლიტიკურ გაერთიანებებს შობს რა ფორმით იქნება ეს სხვა საკითხია მაგრამ ნუ წარმომადგენლობითი მანდატის გაერთიანებები რაღაც ეტაპზე მას დაჭირდება გრძელვადიან პერსპექტივაში მაგრამ ევროკომისიის დასკვნას კი არ ვხედავ კატასტროფას ხო რასაკვირველია ვხედავ იმ დასკვნას შეებიწერია თუმცა ეს ბოლო ერთ წელი აგროვდება ხო და ამიტომ ეს გუშინ უბრალოდ მართლა შემაჯამებ მე მესმის ადამიანებისა გუშინ ძალიან ბევრმა განიცადა მართლა მაგრამ ეს შემოტრიალდება ეს დასკვნა როცა შეუცვლით ამ ქვეყანაში ძალაუფლებას ხო ეხა გუშინ ხარ გაგვიგა რომ ეს უბედურება დატრიალდა ამ ქვეყანაში ხო არა და ეს დასკვნა
არ არის, მოკლედ ეს დასკვნა არ ეფუძნება იმას, რომ ჩვენ რაღაცნაირად სახელმწიფო რესურსი არა გვაქვს განვითარების და დემოკრატიის. ეს ასე არ არის. ამ ქვეყანა მაჩვენა, რომ მას აქვს ამის რესურსი. ამ ქვეყანა მაჩვენა, რომ ერთ დღამში შეუძლია, რომ მილიციიდან პოლიცია გააკეთოს და რაღაც ადამიანები, რომლებიც გამორჩეულად არაკანონმორჩილები იყვნენ, ღვედიც გაიკეთონ და წითელ ნიშანზეც გაჩერდნენ. ანუ ამ ქვეყანას, ამ სახელმწიფოს და ამ სოციუმს აქვს იმის რესურსი, რომ დაამტკიცოს, რომ ძალიან სწრაფად შეუძლია დემოკრატიულ პროცესს დაუბრუნდეს. უბრალოდ კონიუნქტურამ არ უნდა მოგვაქციოს ისევ იმ ჩარჩოებში, სადაც რაშიც აქამდე გვაქცევდა და ამით ისევ ტერმა არ უნდა ისარგებლოს. ეს არის ამ ქვეყნის რაღაც, ამ ქვეყნის დემოკრატიზაციის ძალიან ტრაგიკული ისტორია, რომელიც აქამდე ვითარდება და რამაც შესაძლებელი გახადა, რომ ივანიშვილი კაპიტალისტა აი ამ საზოგადოებრივ სისუსტეებზე. ამას გადავივლით, უბრალოდ ამ ეტაპზე ამოცანა არის რაღაცნაირად გადარჩენა. ამ ეტაპზე არის, რომ მართლა ყველა ვერ დახოცოს, ვიდრე თვითონ წავა რუსეთი დაღმასვლაზე და იმ გაიყოლებს ივანიშვილს. მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ წინააღმდეგობის ამ ფორმას, როცა ადამიანები თავდადებულად მიდიან ციხეში. რას ფიქრობთ აი ამ ფორმაზე ახლა? ეს არის ის, რაც სამოქალაქო საზოგადოება უნდა აკეთდეს. შერეული განწყობები მაქვს ამასთან მიმართებით ძალიან პრაგმატულად. მე მანქანაში რომ მოვდიოდი გისმენდით და თქვენ ამბობდით, რომ ყველას ჩვენი გრაფიკი გვაქვს ციხეში წასვლისო, რასაკვირველია გვაქვს ჩვენს ტვინში, იმიტომ რომ ვიცით, რომ ჩვენ ამ სისტემას ვერ შევეგუებით და რაღაც ეტაპზე ყველას რაღაც ფორმით მიაკითხავენ, ხო, ვიღაცას გზის გადაკეთვაზე დაიჭერენ, მე რაღაც რაჟდენის წერილი ჩამახუტეს გუშინ, მოკლედ ეს სხვადასხვა ფორმით მოხდება რაღაც კალენდარი გვაქვს. შევიწროვება. და ძალიან კარგია პრაგმატული სიჯიუტე, როდესაც ეს სიჯიუტე, ამ სიჯიუტის მიზანი არის რეჟიმისთვის დისკომფორტის შექმნა და მისი რაღაც ეტაპზე რაღაც ტიპის დაღლის გამოწვევა, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც, ან რაღაცნაირად ცოტა კომიკური გახდეს ამ პოლიციის თუ სასამართლოს თუ პროკურატურის თუ ცალკეული მოთამაშეების ქმედებები, რომ მათი სოციუმი მათ მიმართ გაუცხოვდეს პარალელურად, ამან გამოიწვიოს თქვა სანქციების უფრო ძლიერი პაკეტი და ასე შემდეგ. ანუ როდესაც ამას რაღაც მიზანი აქვს. ხანდახან რაშიც მე ცოტა მეტ სიფრთხილეს ვისურვებდი არის და განსაკუთრებით ამ საპროტესტო ტალღას ძალიან ბევრი ახალგაზრდა ყავს, რომლებიც აიფორით არიან, ენთუზიაზმით ამბობენ, რომ აი წავალ ჩავშდები და ეხლა ეს წავალ ჩავშდები თვითმიზანი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ თას არ ებრძვი რაღაც რა ქვია, რა გატკეთ. ხო, ან რაღაც პროტესტის მეთოდებსაც მათ შორის უნდა კონდეს ძალიან კონკრეტული პრაგმატული მიზანი. ეს პროტესტის არ უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ შენ აქეთ დაგღალოს რეჟიმმა. ან აქეთ ამოწუროს მთელი რესურსი. რაშიც მე ფუნდამენტურ პრობლემას ვხედავ ქართული სოციუმის იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაც მიტაცებულმა სახელმწიფომ შექმნა, არის რომ ჩვენ მაინც გვაკლია თვითორგანიზების რესურსი. გულისხმობ არა თვითორგანიზების ახლა რაღაც ცალკეულ პატარა ჯგუფებს, რომელსაც შეუძლიათ რაღაც პროტესტის კერა შექმნან, არამედ რაღაცნაირი გრძელვადიანი თვითორგანიზების, რომელიც რაღაც ხედვას ეფუძნება და არა რეაქციულ რეჟიმშია, იმიტომ რომ დღეის მდგომარეობით ქართული საზოგადოება არის რეაქციულ რეჟიმში. ივანიშვილი მოვიდა, გაატარა რეპრესიული კანონმდებლობა, შექმნა მოცემულობა თვითონ ხელოვნურად, მან შექმნა ეს სიტუაცია, რომ დასავლეთი გასულიყო აქედან. ეს შემთხვევით არ მომხდარა, ხო, არც ეს კანონი მიუღია შემთხვევით, რამაც ხალხი გამოიყვანა ქუჩაში, არც უკრაინაზე განცხადებები ყოფილა შემთხვევითი, რამაც ხალხი გამოიყვანა ქუჩაში, ან შემთხვევით შეიძლება იყო გავრილოვის ღამე, რომელიც გაეპარტყო და ნარჩენი იყო ძალიან გეგმაზომიერად და მიზანმიმართული, წახალი ან ფითილი იმისთვის, რომ საზოგადოებრივი პროტესტი გამოეწვია და ჩვენ მაინც ვიყოფებით რეაქციულ რეჟიმში და ამის უკან არ დგას, აი რასაც მე ვთქვა დაგეგმარება იმისთვის, რა მოხდება მერე როცა, ან როგორ ვემზადებით გრძელვადიანი ეფექტური წინააღმდეგობისთვის და ამ ველზე მაინც ჯერ რაღაც ფორმის, რაღაც ტიპის კონიუნქტურული დაპირისპირებაა. აშკარად. ნინო კალანდაძე ჩვენთან ერთად იყო ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი, ნინოს დამშვიდობები.